ზუსტად 2 წუთით მინდა წარმოიდგინო ადამიანი, რომელიც დილით დგება ადრე, ვარჯიშობს, კითხულობს წიგნებს, არის ყველაზე პროდუქტიული, მაგრამ რაღაც მომენტში მის ცხოვრება იცვლება. გაურკვეველი მიზეზების გამო თავს ანებებს თავის მიზნებს, იმიტომ რომ არაფერი არ გამოსდის, ბევრი რაღაც სადა, მაგრამ არ გამოვიდა, იწყებს ტელეფონის ქროლას, კომპიუტერს თამაშებს და ეს ადამიანი საერთოდ იკარგება. ზუსტად ამ სიტუაციაში ვიყავი მე დაახლოებით 1 წელი. უამრავი რამე ვცადე, სტარტაპი იქნებოდა YouTube არხი, კონტენტი შექმნა თუ რა, მაგრამ ის შედეგები ვერ მივიღეთ, რის გამოც დავიწყეთ ეს ყველაფერი. მაგრამ 1 წლის მერე ჩვენ დავუბრუნდით და გვაქვს პასუხები თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან და ჩვენი ცხოვრება საერთოდ დავიყვანოთ ახალ საფეხურზე. ბევრმა შეიძლება იცით, რომ ჩვენ დავიწყეთ პოდკასტები სწორედ იმ მიზნით, რომ გამეგო პასუხები, რას ვაკეთებდი არასწორად, რომ მე ვერ ვაღწევდი მსგავს წარმატებას, როგორცაც აღწევდნენ ის ადამიანები, რომლებიც მომყავდა სტუმრად. და ამ ვიდეოში შევყარი 6 პასუხი იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ წუთას არიან დაკარგულები. ახლა კი სამ დავიწყებ ამ ყველაფრის ჩამოთვლას, ერთი თხოვნა მექნება შენთან, რომ აუცილებლად მოიწონო ეს ვიდეო, გამოიწერო არხი, რადგან ჩვენ დავაბრუნებთ new level vlogებს და ეს არის ერთ-ერთი მათგანი. ამ ყველაფრის გაგრძელება დავიწყოთ. და შეიძლება თუ შე ყველაფერი ცადე და არაფერი არ გამოვიდა, შეიძლება შენ ეძახი რომ ყველაფერი ცადე, მაგრამ რეალურად ერთი და იგივე რაღაცები ცადე, სხვადასხვა ტანსაცმელში გამოწყობილი. იმიტომ რომ ხშირად მაგას ვაკეთებთ ადამიანები. ეს პირველი გაკვეთილი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს მომენტი ჩემ შემთხვევაში ძალიან ბევრჯერ შევამჩნიე. მაგალითად, როდესაც ვიწყებდი სტარტაპს ან ნებისმიერ საქმიანობას, ვამჩნევდი, რომ როდესაც მივიდოდი რაღაც ეტაპზე, მაგალითად, ეს იყო მასშტაბირება რა, მეშინოდა უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღების და მაგის გამო ვჩერდებოდი. ამ ყველაფერს უყურებდი როგორც დიდ სირთულეს, რომელიც მარტო უნდა გადამელახა და როდესაც ვერ ვუმკლავდებოდი, ხვდებოდი, რომ ოკეი, ამ საქმიდან ეტყობა არ გამოდის, რაღაც სხვა უნდა ვიპოვო, მე ვიწყებდი საერთოდ სხვა საქმეს და ისევ იგივე კრუგზე მივიდოდი. ამიტომ შენ თუ ამ ეტაპზე გაიჭედე და ფიქრობ, რომ უამრავი რაღაც ვცადე და რატომ არაფერი არ გამოდის, დაფიქრდი, იგივე მომენტში ჩერდები თუ არა. იქ წიგნი წაიკითხო, იქ სხვებს კითხო, ანუ შკვა დარიგებები მიიღო იმ ხალხის, ვინც უკვე მიაღწია იმას, რაც შენ გინდა, იმიტომ რომ იმან იცის ყველაზე კარგად ეგ საბოლოო ჯამში და იმიტომ რომ რასაც დავაკვირდი, რაღაც დონეზე კი წარმატების გზაზე ყველა გზა განსხვავებულია, მაგრამ ფუნდამენტურად რაღაც სირთულეები მეორდება ხოლმე, განსაკუთრებით იმ ადამიანების შემთხვევაში, ვინც ზუსტად იქ არის, სადაც შენ გინდა რომ იყო. ამიტომ გაანალიზე ეს გზა, ნახე როგორ გაიარეს, როგორ გადალახეს ეს სირთულეები და ეცადე რომ შენს გამოიყენო ეგ ცოდნა. სწორედ აქ ერთვება ახლა ნომერ მეორე გაკვეთილი. მარტივი რო იყოს როგორი იქნებოდა ან როგორ გავაკეთებდი რა და ხშირად არის ყოველთვის ეგრე უაზროდ ირთულებ ხოლმე რაღაც დამატებითი იდეებით ან პროცესებით რა საქმეს და ეს საქმე მაქსიმალურად მარტივი რო იყოს, აი ეხავე რო შევძლო ამ ყველაფრის გაკეთება, როგორი იქნებოდა. ჩვენ ხშირად როდესაც რაღაც გაკეთებას ვცდილობთ, მუდმივად ვიგონებთ უამრავ რთულ სურათს თუ რისი გაკეთება შეიძლება ეს იქნება, ეს იქნება, მაგრამ რეალურად საქმის დაწყება ბევრად მარტივია ვიდრე წარმოგვედგინა, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც დავიწყოთ და მივხვდეთ რომ ეს უბრალოდ არ მუშაობს. მაგალითად, DSS-გან ვისწავლე აგრეთვე ძალიან მაგარი მეთოდი, რომ როდესაც ბიზნესი დაიწყებ, უბრალოდ რეკლამაზე გავუშვიო $5 და შეხედეო, ხალხი ინტერესდება თუ არა, ხალხი წერს თუ არა ყიდვის შესახებ. თუ არავინ არ წერს, ესე იგი არ არის მოთხოვნა და რატო უნდა იწვალო ტყუილად. იპოვო ისეთი პროდუქტი, რომელზეც თავიდანვე მოთხოვნა იქნება და მე მთელი რესურსი ჩადე ამაში, რომ ამ საქმემ მოგიტანოს შედეგი. და ეს ვრცელდება არა მარტო ბიზნესზე, არამედ ცხოვრების ნებისმიერ ასპექტზე. რომ ჩვენ რაღაც ნაბიჯებს არ უნდა ვართულებდეთ ჩვენ თავში. უბრალოდ უნდა მოვიფიქროთ, მე თუ ამის მიღება მინდა, რა არის ის მინიმალური ნაბიჯები, რისი გადადგმა შემიძლია. მაგალითად, ის რომ ვარჯიში დავიწყო, არ არის აუცილებელი ეგრევე საუკეთესო ჯიმში წავიდე. სახლში შემიძლია უბრალოდ დაჯიმანიებით დავიწყო და ნელ-ნელა ჩავდგე ისეთ ფორმაში, რომელიც ჩემთვისაც მოსაწონი იქნება. ამ ყველაფერს როდესაც გააკეთებ, შემდეგ მნიშვნელოვანია არ გქონდეს მოლოდინის სწრაფი შედეგის. აი ზოგადად ქართველების სენი ეგ არის რა, რომ გვინდა რაღაცა აი დაწყებიდან 2 თვეში ავშენდეთ და ეგრევე აი მილიონები გქონდეს და ეგრე არ არის. საქართველოში ყოველ შემთხვევაში ეგრე არ არის. ბიზნესში ჭირდება დრო, ბიზნესში ჭირდება გამოცდილება, ბიზნესში ჭირდება რაღაცა აი ერთგული მომხმარებლები, იქ ყოფნა, ხარისხის კონტროლი, აი ამის შემდგომ კი მიხვალ იქამდე აუცილებლად 0-დან დაწყების მემჯერა ჩემი გამოცდილება. როგორც ემილმა მითხრა ვიდეოში, მაგ მომენტმა ძალიან ჩამჩა გონებაში, რომ ანუ ეგ აი როგორც აი რაღაცები წარმატების გზაზე არ ვიცი, მარტო მევამჩნევ თუ არა, კვეთები არის.
მაგალითად ის რომ მოლოდინი არ უნდა გქონდეს სწრაფი შედეგის. ზუსტად YouTube-ზე რამდენიმე დღის წინ მქონდა ჰიტასთან ჩაწერა და მითხრა რომ შენ რესურსი ისე უნდა გადაანაწილო რომ 10 ვიდეოზე კი არა, არამედ 100 და 200 ვიდეოზე გეყოსო. იმიტომ რომ რაც უფრო გრძელვადიანად გათვლი, შენს შრომას მით უფრო უკეთესია. საიმონ სინეკი მაგალითად თავის წიგნში ლაპარაკობს იმაზე რომ ნუ ეცდები იყო ნომერ პირველი, ითამაშე და ჩაერთე უსასრულო თამაში. როდესაც შენი სახელი მუდმივად დარჩება. შენ არ უნდა იყო ორიენტირებული რომ ამ წამს საუკეთესო იყო და ამ წამს გქონდეს საუკეთესო შედეგები. პირიქით, ორიენტირდი იმაზე რომ რაც შეიძლება დიდხანს დარჩი ამ თამაში. რადგან რაც უფრო დიდხანს ხარ ამ თამაში, მით უფრო წარმატებული და შედეგიანი იქნება ეს ყველაფერი. ხშირად ადამიანები თავს ანებებენ, იმიტომ რომ პირველ ვიდეოზე, მეორე ვიდეოზე ან უბრალოდ რაღაც პირველ მესამე დღეებში ის შედეგები არ აქვთ, რაც უნდათ რომ გქონდეთ. ამიტომ ამაზე კი არ უნდა იყო ფოკუსირებული, არამედ იმაზე, რომ მაქსიმალურად თითო ვიდეოდან თითო ვიდეო გააუმჯობეს. ანუ ჩემ მაგალითიდან როგორ იყო, რომ მე არ ვარ ფოკუსირებული იმაზე, რომ მალე მქონდეს შედეგი, არამედ გრძელვადიან თამაში ჩავერთე, რომ ერთი ეპიზოდიდან მეორე ეპიზოდამდე დავხვეწო, უკეთესი გახდეს და ამის შემდეგ ის შედეგები, რაც ავტომატურად მინდოდა რომ გქონოდა, ეგ ავტომატურად მოიზიდავს, იმიტომ რომ იქნება საუკეთესო პროდუქტი ბაზარზე. შემდეგი მნიშვნელოვანი რამ, რაც გავაცნობიერ, ეს არის შიში გადაწყვეტილებებზე. არ შეგეშინდეს შედეგები, გადაწყვეტილებებზე შედეგების, იმიტომ რომ ყველა ვარიანტში რაღაცებს ისწავლი და ცხოვრება არ თავდება არსეთ გადაწყვეტილებების მიღებით რა. არ უნდა შეგეშინდეს შენი გადაწყვეტილებების. იმიტომ რომ ნამდვილი მამაკაცის გზა არის ის, რომ აიღო პასუხისმგებლობა როგორც საკუთარ თავზე, ასევე იმ შედეგებზე, რაც ის გადაწყვეტილებები მოიტანს. ეს გმატებს საერთოდ სხვა საფეხურის სიძლიერეს და არა მარტო სიძლიერებს, არამედ ცოდნას, გამოცდილებას და პრაქტიკას. მე მაგალითად რო არ დამეწყო აი ეს YouTube არხი, რომელიც, რავი, 1-5 წელი 2020 წლიდან დავიწყეთ, ანუ 6 წელია ამ არხს ვაკეთებ და უამრავი შეცდომა დავუშვით. ვიდეოებს ვდებდით ყოველდღე 28 დღიანი ჩელენჯი, ვისაც გახსოვთ, ვინც ჩემი ძალიან ძველი მაყურებელი ხართ, შეიძლება გახსოვდეთ კიდევაც, ანუ ყოველდღე ვდებდით 28 დღის განმავლობაში ვიდეოებს და უამრავი ვიდეო გვაქვს დადებული. ეს ვიდეოები ზოგი ვერ აგროვებდა ნახვებს, ზოგი ისე ვარდებოდა, ზოგი ასე, მაგრამ ამ ყველაფერმა ბევრი რაღაც მასწავლა. მასწავლა ის თუ როგორ უნდა შემექმნა უკვე სწორად ვიდეოები და ეს ყველაფერი გადმოვიტანე ამ პოდკასტების არხზე და ხედავ იმ შედეგებს, რისთვისაც წვალობდი ამდენი წელი ამ არხზე. და ახლა ნომერ მე-5 გაკვეთილი, რომელიც ლევან დიასამიძე მითხრა და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ამის მოსმენა ახლა. რომ დაიღლები, მოკლედ გაეთიშო და დაფიქრდე, რომ კი, ბევრს ვშრომობ, მაგრამ სწორად ვშრომობ, ან იმას ვაკეთებ, რაც საჭიროა. ერთის მხრივ მგონია, რომ ის რომ ბევრს ვშრომობ და არ ნიშნავს, რომ წარმატებული ხარ. ის რომ განათლება მიიღე ჰარვარდში არ ნიშნავს, რომ წარმატებული იქნები. აგარ მნიშვნელოვანია, რომ ჩავიჭიროთ ის მომენტები, რაც საზოგადოებას ჭირდება, მომხმარებელს ჭირდება. აი ამ გაკვეთილს მივხვდი ძალიან ადრე, მაგრამ პრაქტიკაში ყოველთვის მავიწყდება, რომ გავფილტრო რა არის მნიშვნელოვანი საქმე და რა არ არის მნიშვნელოვანი საქმე. აი, უბრალოდ ბევრ მუშაობას მართლა არ მოაქვს შედეგი. მოაქვს სწორი რაღაცების კეთებას შედეგი. ამიტომ უბრალოდ სურათის დანახვა, რა საკეთებ, რა საქმეებით ხარ დაკავებული, მნიშვნელოვანია რომ გაფილტრო, რა არის შენი 20%, ის მნიშვნელოვანი 20%, რომელსაც მოაქვს 80% შედეგი. მე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა ვისწავლე, რომ ბევრ რაღაცას ვაკეთებდი, ფოკუსები, ეს YouTube არხი, ვლოგები, სამოტივაციო კონტენტი, ესა და დავიკარგი, იმიტომ რომ ვერ გავიხლიჩე ბევრ რაღაცაზე. მაგის გამო ავდექი ყველაფერზე უარი ვთქვი ცოტა ხნით და ფოკუსირდი მხოლოდ ერთ საქმეზე. ეს იყო პოდკასტები, რომ გამეგო პასუხები იმაზე თუ რატომ არ გამომდიოდა ის, რასაც ვიწყებდი. და რამდენადაც უცნაური არ იყოს პოდკასტებზე, სწორედ მან დავინახე შედეგები, მან ვიპოვე პასუხები აგრეთვე რაღაცებზე, რასაც მომავალ ვიდეოებში გაგაცნობთ, მაგრამ აგრეთვე დავინახე შედეგი, რომ ერთ საქმეზე ფოკუსი ბევრად დიდ შედეგებს გაძლევს, ვიდრე ყველაფერზე ერთდროულად. ამიტომ ბევრ მუშაობას ნამდვილად არ მოაქვს ის შედეგი, რისკინაც მივდივართ. ჩემი დეფინიციით წარმატება არის საკუთარი სურვილების და მიზნებისთან მიმართებით პროგრესი. და ბოლო მნიშვნელოვანი განმარტება, ეს არის განსაზღვრო შენთვის რა არის წარმატება. შენთვის რა არის ის მიზნები, ის ხედვა და ასე შემდეგ, რაც შენს აღქმაში მიიჩნევა წარმატებად. ხშირად ჩვენ ვამბობთ, რომ მინდა გავხდე ერთ დღეს წარმატებული, მაგრამ რას გულისხმობ ამის უკან, არ ვიცი. ამიტომ ზუსტი სურათი უნდა მქონდეს იმ ჩემი წარმატების მე რისკენაც მივდივარ, იმიტომ რომ მე თუ არ ვიცი, საით მივდივარ და საით არის ჩემი თარგეტი, ანაირად უნდა გავიგნო გზა. ამიტომ განსაზღვროთ ზუსტად რა არის ჩვენთვის წარმატება. მადლობა მეგობარო, რომ ბოლომდე უყურე ამ ვიდეოს. ძალიან გამიხარდა შენთან შეხვედრა ისევ ამ არხზე. 1 წელია, რაც ამ არხზე არ დაგვიდია new level ლოგები. ეს პირდაპირ ლოგი არ იყო, მაგრამ
ვეცდები რაღაც მოვიფიქრო როგორ შევთავსო ეს კონტენტი ამ ვლოგებს და რაღაც საინტერესო შევქნა. მოკლედ, ეს ვიდეო ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ ბრუნდებით ამ არხზე, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ new level ვლოგებს, რომლის მიზანიც იყო რომ ვიწყებთ ნულიდან და ვაღწევთ დიდ წარმატებებს და ახლა არის ის იდეალური დრო, რაც უნდა აღუბეჭდოთ და ერთად გავაგრძელოთ ისევ წინსვლა. აბა დროებით.